აბარა, იმენა ხარ პელე ძმა. დღეს გვექნება ძალიან სერიოზული ჯახი. გამარჯობა მეგობრებო. გამოვიძახეთ მადარტი და ნილე. საცხობები არის. გახსენი და ნახე რა არის. გამოვიძახეთ ნილე და მადარტის ხაჭაპური ლობიანი. ვნახოთ როგორია. ვიდრე ვიდეოს დავიწყებთ. დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. ვიწყებთ მადარტის ხაჭაპურით. აქ ეს იყო საკითხი. აბა დანიელ, მიდი. ოქროსფერია, როგორი გადაბრაწულია, იცით? აი, ვიზუალურად არის 10-დან 10, სანამ გემოს გავსინჯავ, მაგრამ ჯერ არ გავისინჯავ, ცუდაბო. საშუალო ზომა არის და ღირს 16 ლარი ღირს. ძვირია ძალიან, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გემო უნდა იყოს აი იდეალური. დანი, როგორია? მითხარი მე გავსინჯავ. სამწუხაროში როგორც ამზადებენ, ამას აკეთებ. ეგ რას ნიშნავს? უწოდ რომ ამზადებენ, აი ერთ-ერთი შემთხვევაა ზუსტად. რას ფიქრობ, რამდენი უნდა დაუწერო? 10-დან 10. ეს არის მადარტის ხაჭაპური 10-დან 9. იდეალური გემო აქვს ჩემთვის. მეც. ვიზუალურად ძალიან მაგარია, ვიდეოშიც ნახავდით და გემოზეც ძალიან მაგარია. ფასი ძვირია, მაგრამ ძალიან გემრიელია. თქვენთან შორია და აი ძალელაბოდით გეტყვით რომ ძალიან ძვირია და ძალიან გემრიელი. ძალიან ძვირია და ძალიან გემრიელი. ერთი რაღაცა უნდა გითხრათ. აბა? ეს ვერ შეამჩნიეთ? მოგწევი ვაიკაროაცია? დანი, შემდეგი რა გავსინჯოთ? ეს. მოდი არა, ეხლა იცი რა ვქნათ? ნილეს ხაჭაპური. ხო, შემდეგი გავსინჯოთ ნილეს ხაჭაპური. ეს ორი საკონდიტრო საცხობი არის როგორი, რომ თბილისში გამოხმაურება აქვს ორივეს ძალიან დადებითი. კი, გასინჯე და მე გავსინჯავ. ეს უბრალოდ იმერული ხაჭაპურია, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ დაემთხვა. მადარტს აქვს მხოლოდ ფენოვანი ხაჭაპური და ლობიანი, ნილეს პირიქით. დანი, რას ფიქრობ, აბა? ეს ორი მოკლედ იმდენად ორივე ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს. ცოტა მჟავია ჩემთვის. ჩემთვის არის ძალიან მაგარი. ძალიან გემრიელია. ჩემთვის არ არის ეგრე? რამდენია შენთვის? 10-დან 8. 10-დან 8? ჩემთვის ესეც 10-დან 9 არის. უნაზესი ზომია და ყველი არის ძალიან გემრიელი. და შენ რო იცახი რომ ოდნავ მჟავეო, ეგ არის ყველის სიმარილე რა. ყველი არის ოდნავ მარილიანი, მაგრამ იმერულ ხაჭაპურს ძალიან უხდება. უგემრიელესია. ხაჭაპურში მოკლედ ვინც ამეებს აცხობთ, მადარტსაც და ნილესაც ორივეს ყოჩახ. მე დანიელი 10-დან 9, შენ 10-დან 8. ხოცორია. დანი, უთხარი ახლა ჩვენ არხზე რა თამაშდება? PlayStation 5. PlayStation 5 რომ მოიგონ რა უნდა ქნა? ეს ვიდეო და დალაიქოთ ვიდეო, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, ჩვენს არხზე გადადის ესე და აი დაგხვდებათ აგერ PlayStation-ი პატარა. მაგას დააჭერთ და ანუ მათ გაიხსნება როგორ დამოიგოთ PlayStation 5. უნდა გადახვიდეთ ჩვენს Facebook გვერდზე, რომელიც აი აქ ამონათდება და უნდა ნახოთ აპინული ვიდეო. აგერ და აი ხო, აი აქ და აი აქ. YouTube-ის 5000 გამომწერზე გავათამაშებთ PlayStation 5-ს. შემდეგი არის მადარტის ლობიანი თუ ნილეს ლობიანი. ლობიანი. შენი საყვარელი საჭმელი რა არის საერთოდ? ლობიანი. ლობიანი. დანიელი არის ლობიანის ექსპერტი. თუ ვინმე შეუძლია რომ შეაფასოს ლობიანი, ეს არის დანიელი, ასე რომ ალბა ერთნაირი ხო ესე? დანიელი. ეს დიდია, ეს პატარა. ხო, ვიზუალურად ერთნაირადაა ხო დაჭრილი? კი, ვიზუალურად ლობიანის და ხაჭაპურიც 10-დან 10-ია. ნილეც, მადარტიც. ოქროსფერი ბზინავს, აი ცომს პირდაპირ ეტყობა, რომ აი ურბილესია. დანი, ნახე აბა როგორია და არ ვიცი მითხარი. ლობიანი 16 ლარი ღირს, ლობიანის კვალობაზე 16 ლარიც ძვირია, ნილეში ოდნავ დაბალი ფასებია, მაგრამ გემოს ჯერჯერობით რაც გავსინჯეთ, ნამდვილად უგემრიელესი. დანი, რა სიტყვა? ხო. ისე მომეწონა კიდე შევჭამა. გამას, ძალიან კაია? აი, ყველაფერი კაი აქვს. აი, სულ ყველაფერი. ამ ლობიანს მადარტს რა აქვს კარგი მაინც? გამოიყურება. ცომი ურბილესია, ლობიო შეზავება უგემრიელესია, ვიზუალურად აი უკვე ვთქვი, არ ვიცი. ამ ლობიანს
თუ ვინმეს გასინჯული გაქვთ და იწუნებთ, არ ვიცი, ჩვენი გემოვნებები უბრალოდ ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ჩემი გემოვნებით ძალიან გემრიელია და რამდენს უწევთ? 10. შენ ჯერჯერობით რაც გასინჯე, ყველაფერს დაუწერე თითქმის 10. 8 დაუწერე ნილეს ხაჭაპურს, მე მგონი რამდენადაც მახსოვს, მაგას მე ვნახავთ. ჩემთვის ისეთ ცხრიანია. 10-იანის დაწერა შეგნებულად არ მინდა, იმიტომ რომ რამე კომპონენტში ნილე რო უფრო მომეწონოს, რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ მეტი დავწერო, თორემ ნამდვილი ვერაფერს ვიტყვი, რის გამოც ეს ლობიანი კარგი არ არის. ძალიან გემრიელია. მეგობრებო, ესეთი მიზანი გვაქვს, რომ 500,000-ზე ავიდეთ. შეიძლება დღეს ცოტა არა რეალისტურად ჟღერს, მაგრამ იმისთვის რომ ეგ მიზანი ერთად შევასრულოთ, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. თუ ამ ვიდეოს არ დაალაიქებთ ყველა ვიდეოს, მაშინ ჩვენ აღარ ვექნებით ამ ვიდეოებში. ხოლმე. ყველანაირად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ხანი თქვენთან ერთად ვიყოთ ყოველ შაბათ დღეს და თქვენ თუ გვერდში დაგვიდგებით და გამოიწერთ არხს და დაალაიქებთ ვიდეოს, ეს ნამდვილად ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება. დანია, მე ჩემო ძმაო, ძალიან დიდი ხო არა? ხო, ბიჭო, ძალიან დიდია, բայց მაგას ფიქრობ. რო გავიწერას მეტი მაგას, ბიტო. ეს არის ნილეს იმერულ ზომში ლობიანი. ცხელია, ისეთი ტემპერატურის არის, რომ გესიამოვნება ო, რა გაბრილია. ცოტა წარია. წარია? ცომი როგორია? რომ დაკაია ძარბილია. თლიანობაში როგორია? აბა გითხარი და მე მანამდე გავსინდა. დაკაია, მაგრამ ცოტა წარია. ჩემთვის არ არის მწარე. ჩემთვის ცოტა ისა. წარია? რამდენს დაუწერ? 10-დან 10-დან. 9-ს. 10-დან 9-ს? კარგი. მეც 10-დან 9-ს დაუწერ. ყველაფერს დაუწერი 10-დან 9. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მომეწონა მაქსიმალურად. ანუ ყოჩაღ ძალიან გემრიელ ლობიანს და ხაჭაპურს აწყობთ ნამდვილად. ფასი რომ იყოს ცოტა დაბალი, იქნებოდა იდეალური, მაგრამ ქართული ბაზრის ანალიტიკა სხვა სფეროა, აქედან გამომდინარე ჩვენ ვაფასებთ გემოს. თუ ვინმეს კარგი ლობიანი ან კარგი ხაჭაპური გინდათ, მე და დანიელი ნილეს და მადარკს ორივეს უწევთ რეკომენდაციას. საერთოდ არ გავიზიჯია პირველად. პირველად გავსინჯეთ, კი ბატონო. ეს არის მოკლედ ჩვენი შეფასება საკონდიტროებთან დაკავშირებით. დამოვწოდა. ყველაფერი იყო ძალიან გემრიელი. შენ მოგეწონა და მეც. ძალიან გემრიელია, ესეც ძალიან გემრიელია და ფასია ძალიან ძვირი. შენ რა იცი, შენ გადაიხადე? ხო, მე გადავიხადე. დღეს დანიელი იხდის. მე იცი გამოვართვი. რა? მე გამოვართვი. ვიცი, კურიერმა რომ მოიტანა დანიელი დახტა და გამოვართვა. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ეკავით.